მონაცხომელიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. დილიდან დედაქალაქში თბილისობა 2014 ტრადიციული საშემოდგომო ზეიმი აღინიშნება თავისუფლების მოედანზე საკრებულოს განახლებულ შენობაში დღეს საპატიო თბილისელები დაასახელეს. ეს წოდება წელს 10 თბილისელმა მიიღო, მათ შორის არიან ამერიკის შეერთებული შტატების და ისრაელის ელჩები, მეტროსადგურის პროექტების ავტორი ლამარა აბაშმაძე, ლოტბარი ანზორ ერქომაიშვილი, კომპოზიტორი გურამ ზვანელი, მწერალი ბაჩანა ბრეგვაძე, ასევე ივა ბერაძე, გია ჭირაქაძე და გივი ღამბაშიძე, მსახიობი კახი კავსაძე, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მივიდა დღევანდელ ღონისძიებაზე მისი ჯილდო გივი ბერიკაშვილს გადასცეს. დედაქალაქელებსა და სტუმრებს თბილისობის ზეიმი მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას თბილისის საკრებულოს განახლებულ შენობაში დაგეგმილ ღონისძიებაზე კონცერტის დაწყებამდე მიმართა. დღეს თბილისში სრულად ბუნებრივად ჩამოყალიბდა და მის მთავარ ღირებულებად იქცა სხვადასხვა ერის მშვიდობიანი თანაცხოვრება. საკუთარ ქალაქის მიმართ განუსაზღვრელი სიყვარული და ამ ურთიერთობების პატივისცემა. ეს არის ძალიან ძვირფასი ტრადიცია, რომელსაც სჭირდება გაფრთხილება და შენარჩუნება. ამავე დროს ჩვენ უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ გახდეს თბილისური შემოდგომის ეს ლამაზი დღესასწაული საინტერესო და კიდევ უფრო მიმზიდველი მთელი რეგიონისთვის. თუ როგორ უნდა გახდეს ჩვენი დედაქალაქი რეგიონის კულტურული და ეკონომიკური ცენტრი. მე მინდა დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ მივულოცო ყველა თბილისელს. თბილისელს სომხებს, აზერბაიჯანელებს, ებრაელებს, უკრაინელებს, რუსებს, ქურთებს, იეზიდებს. ყველას ვიცოდეთ თბილისელობა არის ნამდვილად საამაყო და საპატიო. მე იმედი მაქვს, რომ თბილისში ქალაქის განვითარების და წარმატების ახალი ეტაპი დაიწყება. ახალი სკვერები, ახალი სკოლები, ახალი გასართობი და დასვენებელი ადგილები, ახალი სამუშაო ადგილები. როცა ჩვენ ვამბობთ ლაპარაკობთ თბილისობაზე, უპირველეს ყოვლისა ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენს პასუხისმგებლობაზე, ჩვენს პასუხისმგებლობაზე ხალხის წინაშე, გაჭირვებული ხალხის წინაშე, უმუშევერთა წინაშე და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უმუშევარი ნაკლები იყოს საქართველოში და თბილისში. წელს პირველად შემოგვაქვს თბილისზე მზრუნველის ნომინაცია, რომელიც ყოველწლიურ ტრადიციად იქცევა. ამ ჯილდოთი გვინდა მადლიერება გამოვხატოთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც უანგაროდ ემსახურებოდნენ წლების განმავლობაში ჩვენს დედაქალაქს. წოდება მიენიჭება ბატონ კახი კავსაძეს, ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის უსაყვარლეს მსახიობს. მრავალი თბილისობის მომსწრება ნახველი ყოფილიყავით ყველა ჩვენთაგანი. ბატონ კახი არ არის, აქვს საპატიო მიზეზი და ყველაზე ძალიან მე გამეხარდა. ეხლა ამას მინდა მივუტან, მინდა არ მივუტან. ჩემი ნება არ არის. ავსილებლები და შეხვედრები მივუტან. აი ბატონო. საპატიო თბილისელის დასახელების შემდეგ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ სომხეთის, ლიტვის და ლატვიის დელეგაციის წევრებთან ერთად მტკვარზე ტივით გაისეირნა. ნათია მღებრიშვილი ისაუბრებს პირდაპირ ეთერში. ნათია, თბილისობის შესახებ რა ხდება ამ წუთებისათვის? სულ ცოტა ხნის წინ, როგორც უკვე იცით, თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი. რამდენიმე წუთის წინ პარლამენტის ზედა შესასვლელთან გაიხსნა სკვერი, ოლივერ უოლდროპის სახელობის სკვერი, ცნობილი ბრიტანელი მთარგმნელის და დიპლომატის. გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ დღეს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები. აქ იყო პარლამენტის თავმჯდომარეც, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია და ასევე დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში. თითოეული მათგანი დღეს უოლდროპის დამსახურებაზე საუბრობდა. აღნიშნავთ ძალიან დიდი მოღვაწეს, დიდი ბრიტანელი და ქართველი მოღვაწეს, ოლივერ უოლდროპის დაბადებიდან 150 წლის თავს. და ჩვენ პარლამენტის წარმომადგენლები კიდევ უფრო მოხარული ვართ იმითი, რომ ოლივერ უოლდროპის სახელობის სკვერი სწორედ ჩვენთან პარლამენტთან ასეთ სიახლოვეში მდებარეობს და ამისთვის მინდა დიდი მადლობა მოვახსენო საკრებულოს მერიას, ქალაქის ხელმძღვანელობას, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს სულ მცირე ხნის წინ.
სკვერის გახსნამდე დედაქალაქის მერმა უმასპინძლა სომხეთის და ლიტვის დელეგაციის წარმომადგენლებს მათთან ერთად ტივით გაისერნა და დავით ნარმანიამ გააცნო სტუმრებს ქართული ტრადიციები. ტრადიციას გაუმართლა, რომელსაც ედეხანია ერთი განსაკუთრებული პატევია, რომ პირველად როგორც დედაქალაქის მერის რანგში მასპინძლობ ესეთ საკმაოდ წარმომადგენლობით დელეგაციას. და მნიშვნელოვანია ის, რომ მათ ნახოთ თითეული ის ნიუანსი, თითეული ის ტრადიციული კულტი, თითეული ის ტრადიციასთან დაკავშირებული რამ, რაც ჩვენ შენ შემთხვევაში არა ათეულობით წლებით, არამედ საუკუნეებით მოგდგამს. ერთ შაბათ-კვირას, ანუ ტრადიციულ თბილისობას ჩუქნით საკუთარ თანამოქალაქეებს, ჩუქნით ჩვენ სტუმრებს, რომლებიც ჩამოდიან და ყველაფერს ვაკეთებთ ამისათვის. ღირს იმათ, რომ დავიხარჯოთ, გავისარჯოთ და წელიწადში ორი დღე ერთი შაბათ-კვირა ვაჩუქოთ თბილისელებს, ვაჩუქოთ ჩვენს სტუმრებს. ის რაც აქ არის წარმოდგენილი, ანუ ქართული ღვინო, ქიალა, ქართული მწვადი, ქართული შოთი, ამას სხვაგან ვერ ვნახავთ და ეს არის ჩვენი ტრადიცია. და ეს ტრადიცია გვინდა რომ ვანახოთ ჩვენს უცხოელ სტუმრებს. თბილისობას გილოცავთ. ხაჩუ პაბლაგადარი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალაქის მერს მასპინძლობისთვის. როგორც მან აღნიშნა, ტივით მტკვარზე გასეირნება ძველი ტრადიცია. მე ამ ტრადიციაში პირველად ვიღებ მონაწილეობას. ძალიან მნიშვნელოვანია ძველი ტრადიციების შენარჩუნება და ასევე მნიშვნელოვანია ძველის ახალთან შერწყმა. За Тбилиси, за его мэра и за всех тбилисцев. Благополучия и мирного неба вам всем. თბილისობის ფარგლებში დილიდან სხვადასხვა გასართობი ღონისძიება უკვე მიმდინარეობს. ტარდება თბილის ფესტივალი, ღვინის ფესტივალი, ასევე ეწყობა კონცერტებიც. მოგვეცა საშუალება რომ გამოვდინოთ ჩვენი აზრები და ვიამაყოთ და ვაცნოთ ჩვენს ამ მოსულ სტუმარს, რომ ქართველები მდიდარი ხალხი ვართ და მდიდარი ხილის და მდიდარი ქვეყანა ვართ. ეს არის ანტიკური სიუხვე, რისი ჩვენება ჩვენ შეგვიძლია. თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით მხატვართა მცირე ჯგუფი ყოველწლიურად ვაკეთებთ სახელმოქმედო გამოფენა გაყიდოს, გაყიდულიდან ვეხმარებით სოციალურად დაუცილ ბავშვს, რომელსაც ჰყავს უნარ შეზღუდული მოზარდი. თბილისობის დღესასწაულის პროგრამა ორ ნაწილად არის გაყოფილი, როგორც ორგანიზატორები აცხადებენ. დღეს უფრო ძირითადად ახალგაზრდებისთვის არის დაგეგმილი ღონისძიებები, ხვალ უკვე ტრადიციული სახის ღონისძიებები ჩატარდება. დიდი მადლობა ნათია მღებრიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ახლა კი საზეიმო ღონისძიებების შესახებ, რომელიც გორგასლის მოედანზე, რიყის პარკში, აბანოთუბანში, ბოტანიკურ ბაღში, შარდენის ქუჩაზე მიმდინარეობს კონცერტები. დედაქალაქის ყველა რაიონში მიმდინარეობს. დღეს თბილისობის სტუმრებს აქსესუარების გამოფენა გაყიდვა. თბილის ფესტივალი, ბაზიერების შოუ, საბავშვო ანსამბლების წარმოდგენები ელოდებათ. მთავარი საზეიმო ღონისძიებები და მოვლენთა ერთ-ერთი ეპიცენტრი კი კვლავ რიყის პარკია. იქ დილიდან ღვინის ქალაქია მოწყობილი და ქართული ღვინის დეგუსტაცია მიმდინარეობს. ირინა კეჭაყმაძე ჩაგვერთვება ახლა პირდაპირ ეთერში. ირინა, რა ხდება ამ წუთებისათვის რიყეზე? დიახ, ირაკლი, წუთი-წუთზე უკვე მეტეხისხიძე უნდა დაიწყოს საზეიმო აღლუმი. თეატრალიზებული მსვლელობის მონაწილეები კი ღვინის ქალაქში გადმოინაცვლევენ, სადაც სიმბოლურად დავით ნარმანიას ქალაქის მერს მომავალ თბილისობამდე გადაცემენ გასაღებს. რაც შეეხება ღვინის ქალაქში, არაერთმა ქართულმა ღვინის მწარმოებელმა კომპანიამ წარმოადგინა საკუთარი ღვინის ნიმუშები და მთელი დღის განმავლობაში აქ მოსულ ადამიანებს ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ დაეგემოვნებინათ ღვინოები. განსაკუთრებულად კი აქ მოსული ადამიანების მოწონება სპეციალურად დღევანდელი დღისთვის დამზადებულმა ჭაჭამ გაიმსახურა. წელი დღე იქნება ფრანის კონცერტი ღვინის ქალაქის სცენაზე. ხვალ კიდევ 5 საათზე იქნება დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც
ქართული ღვინის კონკურსის, რომელიც ასევე სომხეთის ასოციაციამ და ღვინის ეროვნულ სააგენტომ მოაწყვეს ბოლო დღეებში. ამ კონკურსში გამარჯვებულების საზეიმო დაჯილდოება იქნება. გვინდა რომ ახალგაზრდობამ ჭაჭა და ღვინო არ წარმოედგინოს ისე როგორც რა ის სუფრაზები და მამაპაპის ფრაზები დასალევის სასმელი და ამგვარად ჭაჭა არ წარმოედგინოს რომ დალიოს და დაიჯღანოს. ჭაჭისგან და ღვინისგან შეიძლება გაკეთდეს გემრიელესი კოქტეილი. პრეზნიკი თბილისობის დღესასწაულისთვის დიდი ხანია მომზადებოდით და სწორედ ამიტომ ჩამოვედით აქ. უკვე მოვასწარი ქართული ღვინის დაგემოვნება. რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია რომ ქართული ღვინო კარგი არ იყოს. ძალიან მაინტერესებს ყველაფერი, რაც ქართულ ტრადიციასთან და კულტურასთანაა დაკავშირებული. რიყეზე გარდა ღვინის ქალაქის სხვადასხვა ღონისძიებები იმართება დღეს მთელი დღის განმავლობაში. სხვადასხვა როკ ჯგუფები მართავდნენ კონცერტებს, ასევე წარმოდგენილი იყო ქართული თაფლის ნიმუშები და სხვადასხვა რეწვის ნიმუშებიც. ასევე ჩვენი ღვინო, ასევე ჩვენი ჭაჭა, ჩვენი მომზადებული პური, რომელიც ჩვენივე ხორბლით არის დამზადებული და არ აქვს ქიმიური საფუარი, აქვს ბუნებრივი საფუარი, რომელიც არის საფერავის დებიდან მიღებული. თოცხალი საწარმოი კორთა, რომელსაც წარმოდგენილი აქვს პირველი ქალბატონების მიერ შექმნილი ხალხური რეწვის ნიმუშები და ტექნიკური მინანქრის ნამუშევრები. ხშირად არ დავდიოდი ხოლმე წინა წლებში, ახლა ბავშვებს ერთად გამოვისერნე და რა ვიცი, სასიამოვნო გარემოა, გამოფენაც მომეწონა, იქ სხვადასხვა კუთხეების გამოფენა იყო და მაღაფილი არ მომწონს. სადღესასწაულო მსვლელობაში მონაწილეობა საკრებულოს წევრებმაც მიიღეს. დედაქალაქი თბილისი და ჩვენ ყველანი ვალდებულები ვართ, რომ თითოეულმა თბილისელმა და თითოეულმა ქართველმა ჩვენ დედაქალაქს გადავუხადოთ ხოლმე ერთი დღე მიუძღვნათ მის დღესასწაულს. ყველა თბილისელს ულოცავ დღევანდელ დღეს ვუსურვებ სიკეთეს, ბედნიერებას, განსაკუთრებით მინდა მივულოცო თბილისობ ადამიანს, რომელიც ძალიან ბევრი რამ გააკეთა ჩვენი დედაქალაქისთვის და ბევრი სიკეთე გააკეთა ზოგადად ჩვენი მოსახლეობისთვის და მე მინდა ვთქვა, იგი გილოცავ და ვისურვებ ხნეობას, გამთვლობას და მადლობა ყველა იმ კეთილი საქმისთვის, რაც შენ გააკეთე ჩვენი დედაქალაქისთვის. როგორც უკვე გითხარით, მეტეხის ხიდზე მალე უნდა დაიწყოს საზეიმო მსვლელობა და ამ მსვლელობის დასრულების შემდეგ კი დღევანდელ ღონისძიებებს რიყეში დაასრულებს გალა კონცერტი. დიდი მადლობა ირინა გეჯაყმაძე, საუბრობდა რიყეზე.